მადლობები გვაქვს არაჩვეულებრივი. მოკლედ სიბერეკი ახალგაზრდობა დავიწყეთ მე მგონი. და მართლა სიცოცხლის გამახანგრძლივებელი გახდა ჩვენი ეს დაწესებულება. ცოტა სხვა სიტუაცია მეგონა სანამ მოვიდოდი აქ, მაგრამ ისეთი ნორმალური ხალხი ყველაფერი სიამოვნებით მოვდივარ ეხლა შაბათი კვირა აღარ მინდა რომ იყოს მინდა რომ ერთად ვიყო ჩვენ ვიმყოფებით ეხლა ქალაქ დმანისში დმანისის ცენტრში სადაც 2021 წლიდან ფუნქციონირებს მხარდაჭერის სახლი რომელიც დაფუძნდა ორი არასამთავრობო ორგანიზაციის ქალთა ასოციაცია თანხმობასა და ავსტრიული ორგანიზაცია Hilfswerk International-ის მიერ პენსიაში ვიყავი, მე დამეღუპა და გავიგე რომ აქ ცოტა სიმშვიდეა, ავდექი და მოვედი. მართლა იმან გადამატანინა. აქ იმიტომ ოჯახში ძალიან დიდი ტრაგედიები გადავიტანე 1-2-3 წელიწადში ჩემი დედმამიშვილები გადამეცვა დამეღუპა და აქ მოცვით აი ძალიან ბევრი რაღაც თითქოს რა თქმა უნდა ის არ დამავიწყდა ჩემი ტრაური და ჩემი ისა მაგრამ ყველაფერს აკეთებენ იმისთვის რომ მე ხელი შემიწყონ და ცოტა ჩავდგე მეც მაშინ და ძალიან მაყოფილი ვარ მაგით ყველაფრით დაბედნიერება რომ მეტად სასიკეთო საქმისთვის მე ხელმძღვანელად და მქონოდა ბედნიერება რომ გამიზიარებინა ჩვენი ხანდაზმულების სიხარულით და ტკივილით თუმცა ტკივილი გვერდზე მოვიტოვეთ უკვე და ჩვენ მხოლოდ პოზიტიურ ამბებს ყვებით და ვუზიარებთ ერთმანეთს რაშიც ძალიან გვეხმარებდა ყოველდღიური აქტივობები ადგილობრივი ვარ, აქ დაბადებულ გაზრდილი და აქ მივახციე სიბერის ზღვარს. თოხი და ბარიხელიდან არ მივარდებოდა, სანამ ეს ცენტრი გაიხსნებოდა და დიდი მადლიერი იმიტომ ვარ ამ ცენტრის. მოვედი, ვისვენებთ ჩემ შრომას, აი ქსოვის სპეციალისტი ვარ და ბავშვებს ვასწავლი, ყველას ვასწავლი ქსოვ. ერთ გაგება გვაქვს, უზიარებთ ერთმანეთს ახალ ამბებს. ვინ რა, სად რა გაიყიდა რა მოვიტანეთ, ვინ რა მოიქცევა, შეიკერა, ჩაიცოდა ესე ვერთობით. ჩემპიონატები ტარდება აქ. ჩემპიონატები ჭადრაკში მაგალითად, ჩემპიონატები ნარჩი, სხვადასხვა სანახაობრივი წარმოდგენები. ურთიერთობა გვაქვს სხვა ცენტრებთან, გორს სტუმრობთ, ისინი მოდიან აქეთ, კაზრეთს სტუმრობთ, კაზრეთი მოდის აქეთ. ამ ექსკურსიების და განხორციელებული კულტურული ღონისძიებების დროს ჩვენ დავინახეთ, რომ სიბერე მხოლოდ ასაკია. ამ შემთხვევაში მათთვის გამოავლინეს ისეთი შესაძლებლობები, დავინახეთ ისეთი რესურსი, რომელსაც მანამდე ვერც კი დავიჯერებით. ის კი არა, თვითონ მათაც აღმოაჩინეს ისეთი რესურსი საკუთარ თავში, რომლის შესახებაც თურმე არც კი იცოდნენ. გასვლითი კონცერტები ჰქონდა სოფლებში. აი ხანდაზმულები შეიკრიბებიან, იქ ჩვენს დავსხდებით. პატარა საუბარი ესა, ისა ცეკვა, სიმღერა და ისინიც ერთობიან ჩვენს. აბა ის მოხუცებით, ისე ლამაზად უხერია და ისე მოგყვებიან, მოგზდებენ, რომ არ წახვიდე და კიდევ ჩაატარეთ კონცერტიო. რაც მე შემიძლია, მე ყვავილები მიყვარს, ყვავილებს სული აქვს, სახში ყვავილების ბაღი მაქვს და აი აქაც მაგით დამაინტერესდეს, რაღაცნაირად თითქოს გამოვცოცხლ და გამოვედი მდგომარეობიდან. და ქალბატონი მარინა ისეთი ცეკვი და ხიარული შემოდის რომ არ გვინდოდეს ინგლისური ენის სწავლა ესე იგი იმდენად არის დაინტერესებული მაინც გასწავლით რადგან მოუნდათ ენების შესწავლა ისე მე ვარ უცხოენების მასწავლებელი არა მარტო ინგლისურის სიამოვნებით გავხდი ამ გუნდის აი მარჟიელებს ახლა წევრი მე ვფიქრობ აი ერთ-ერთი მაჩვენებელი რამდენად განვითარებულია სახელმწიფო როგორ უვლის არის მოხუცებს. ჯანდაცვის საკითხები რა დონეზე განვითარებული. ნამდვილად აქ მე ვხედავ ადამიანებს, ვისაც აი ძალიან რთული ბექგრაუნდი სოციალური აქვთ, ხო? მაგრამ კი არ დირიან, პირიქით ერთმანეთს
ეხმარებიან და შეუდგენა. ხო, აი, კარგად არიან. კაი დროს ატარებენ. არა მარტო იმით, რომ ვასწავლე, მეც ბევრ რაღაცას ვსწავლობ და ღირსეულ ადამიანებისგან. ცხოვრებას. ფიქრობდი, მოვსულიყავი თუ არა ამ ხადაბჭერთა სახლში. თუნდაც ტყილავ დავკარგე ეს რო და რატო დროზე არ მოვედი. აი ლიანა ცუდად იყო, მანქანი წაიყვანეს ექიმი კიდევ ყავს აქ მანანა ექიმი. და ამას წინათ ისე ცუდად ვიყავი. კიდევ რო სამჯერ გადასხმა გააკეთებინა აქ თვითონ. მანანა ექიმა ეკა. აქ დაიხაროს. ეგ რო არ ყოფილიყო მკვდარი ვიქნებოდი. და გვაქვს აგრეთვე საწოლიდან მარია დიაკოვას აქვს ერთი ფეხი მარჯვენა ქვედა კიდური მოკვეთილი და ამიტომ ჩვენი დახმარება ჭირდება და უნდა წამოვაჯინოს საწოლი. ეს დმანისის მხარდაჭერის სახლის შინ მოვლის ჯგუფის დილის თათბირია. დადანმა ყოველკვირეულად დღეში ერთხელ ბარ თავისი სურვილი. ადამიანები მომართავენ ცენტრს, შეიძლება იყოს ტელეფონით, შეიძლება იყოს მოსვლით და ამბობენ, რომ სჭირდებათ დახმარება გარკვეული. პროექტის ფარგლებში ეხლა გვყავს 57-მდე ასეთი ბენეფიციარი შინმოვლის, 26 არის დმანისში, დანარჩენი არის გორში. ეს არიან ის ადამიანები, ვინც თავის საკუთარ სახლის პირობებში ღებულობენ სხვადასხვა სამედიცინო თუ სოციალურ დახმარებას. გაწვრთნილი, კარგად ტრენირებული სპეციალისტებისგან. Дацправды. Все, успокоилось. Зайдем в комнату? Не знаю, как вы скажете. Успокоилась, да? Да, успокоилась. Не стала она мне. მე ვარ ლია მარტიაშვილი, შინმოვლის ექთანი. ვარ დაარსების დღიდან, მესამე წელია უკვე 2021 წლიდან. გავიარე ბევრი ტრენინგები, ვიყავი ავსტრიაში, იმათი მუშაობაც გვაჩვენეს. ჩვენიც ვაჩვენეთ და ეს პროგრამაში თვითონ მარია დიაკოვა გვიან შემოგვიერთდა. ამიტომ დროულად ჩავერიეთ, მოხდა ჩვენი მითითებით ამპუტირება ფეხის. აი ჩვენი გუნდი ყველა ერთად ჩავერთეთ და ბინაზე მოვხსენით ძაფების, ბინაზე მოუარეთ ჭრილობასაც და საუკეთესო შედეგი გვაქვს. აი ნახეთ როგორ გაქვს მარია. ნახე. Дацот. Теперь садись, встань. Давай, Аба. Как ты тренируешься так-то? Ты же сама все это делаешь. Да. Вот так. Хорошенько выпрямимся. Вот так, хорошенько встань. Вот так. Если бы не ты, я не знаю, что было бы со мной. შინმოვლის სერვისების მიწოდება ხდება მათ ჩვეულებრივ საცხოვრებელ გარემოში, რომელიც სამწუხაროდ ძალიან მოუწყობელია ხშირად. ავსტრიის მოდელის ადაპტირებაზე როცა ვლაპარაკობდით, იქ ერთ-ერთი მთავარი პირობა არის სამუშაო კარგი გარემოს შექმნა. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი არის ჩვენს ბენეფიციარებს, ჩვენს ხანდაზმულებს, რომლებსაც სამწუხაროდ ხშირად არასახარბიელო საცხოვრებელი პირობები აქვთ, გაუმჯობესოთ შეძლების დაგავარათ ეს პირობები. თქვენ ახლა ნახავთ, რამდენი რამე შევუძინეთ ჩვენ ადამიანებს იმისთვის, რომ ზამთარში გამათბობლები ქონდეთ, იმისათვის, რომ ცხელი წყალი ქონდეთ, იმისათვის, რომ ვარჯიშის პირობები შეექმნათ, იმისთვის, რომ იატაკი იყოს არა უსწორმასწორო თიხის, არამედ ლამინატით დაფარული, შევუძინეთ საბაზანო ფართისთვის ნიჟარები, უნიტაზები, მოკლედ ყველაფერი ის, რაც შეძლების დაგვარად პროექტმა შეძლო საჩუქრად გადასცეს ამ ადამიანებს.